ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართა. საპატრიარქო კანდიდატები იყვნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მროველურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. კრების დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება მიტროპოლიტმა შიომ აღესრულა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. პანაშვიდის დასრულების შემდეგ დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა მეუფე შიომ. ყოვლადსამდელონო, დემთავარნო, ღირსნო და პატიოსანო მამანო, დედანო, პატივცემულო დელეგატებო, მოწვეულო სტუმრებო, ძვირფასო ძმებო და დებო. დღეს ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში განსაკუთრებული მისიით შეკრიბა უფალმა. საუკუნეების წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობით დაიწყო ჩვენი ეკლესიის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. წმინდა მოციქულების ანდრია პირველწოდებულის და სიმონ კანანელის ქადაგებით განათლებულმა ერმა პირველ საუკუნეშივე შეძლო ქრისტეს ნათელთან ზიარება. მოგვიანებით კი მოციქულთა სწორის ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარაჯამო დაიმარხა გულში მაცხოვრის რწმენა, როგორც ქართველი ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. 1700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიის და ერის ისტორია. ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე დედოფლები ქრისტეს ერთგული მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოების. ჩვენი ეკლესიის მნათობთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს იმ სასულიერო პირთა ღვაწლი, რომელთა მსახურებას ქრისტეს რწმენის ერთგულებასთან ერთად ქვეყნის ერთგულებას, სახელმწიფოებრიობის სიმტკიცეს და შენარჩუნებას ემსახურებოდა. დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებით და სიყვარულით ვიხსენებ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს, მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატეს, მე-20 საუკუნეში მოღვაწე სხვა ღირსეულ კათოლიკოს პატრიარქებს, ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ მესამეს, ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს და რა თქმა უნდა ჩვენს ძვირფას სულიერ მამას, პატრიარქ ილია მეორეს. 40 დღეზე მეტმა განვლო მისი გარდაცვალებიდან. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, წყემსთავრისა, რომელიც მთელი თავისი ღვაწლით, დიდი სიყვარულით და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა. მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო და მისი მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია. ძნელია მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა ხალხთან ღვთისმსიტყვის მიტანა და მისიონერობა. საეკლესიო და სამონაზვნო ცხოვრების, ღვთისმსახურების და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, საეკლესიო ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება,
საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობის და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი და სხვა. სწორედ ამგვარად აღიბეჭდა მისი ცხოვრება და ნახევარ საუკუნოვანი დაუღალავი საპატრიარქო მსახურება ჩვენს მეხსიერებაში. მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვალდებულებს განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთ პატივისცემით და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი. დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი, სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას. რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალი მწყემსთავარი. რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების და ღვთივ გამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე. მაგრამ ამავდროულად ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალიერსათვისა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერითვისი მშვიდობით. ამინ. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქო კანდიდატები. კანდიდატების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ დელეგატები. მოგვიანებით დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. საბოლოო შედეგები მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ გამოაცხადა. მეუფე შიომ 22 ხმა მოიპოვა და გახდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე. ყოვლად სამღვდელონო მეუფენო, ღირსნო მამანო, დედანო, დანო და ძმანო, ხმის დამთვლელმა კომისიამ იმუშავა პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ. შედეგები ასე გადანაწილდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მაღალ ყოვლად უსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 22 ხმა Tot sichumes მაღალ ყოვლად უსამღვდელოესი მრავალურბნელი მიტროპოლიტი იობი 9 ხმა მაღალ ყოვლად უსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი 7 ხმა ერთი ხმა გაუქმდა. ამრიგად სრულიად საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეულია მიტროპოლიტი შიო. აქციო. დაჩინე. Tot sichumes tot ყოვლად სამღვდელო და მაღალ ყოვლად სამღვდელო მეუფენო
ძვირფასო დელეგატებო, მიუმართავთ ახლად გამორჩეულ კანდიდატს. თანახმად ბრძანდებით დაიდგათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და სხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის საპატიო უღელი ღვთისადიდებლად ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით. ულოცავთ მის მაღალ ყოვლადოსამდელოსებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. Axios. მოიცა. საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და სხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს. გაფართოებული კრების დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ყოვლად სამდელონო, დემთავარნო, პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენს წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც. უპირველესად მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო ჩემს უღირსებაზე. მადლობა ყოვლა წმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დას, ღირს მამა შიო მღვიმელს, სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს, წმინდა ღირს ალექსი სენაკელს შუშანიას და სხვა ჩვენ სასიქადულო მოღვაწე წმინდანებს შემწეობისა და მფარველობისთვის. მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვის დაუღალავად იღვაცა ლევანდელი კრების ღირსეულად წარმართვისთვის, კრების ყველა დელეგატს და სტუმარს. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად მძიმეა მწყემსთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია უფლის, განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი დიდი მადლის და მსახურების მოცემა და დაკისრება ჩემზე. გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ
ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება სასოებ ყოვლად მოწყალე უფალს, ყოვლად წმინდა დედა ღვთისმშობელს, წმინდათა დას, ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს პატრიარქთა ლოცვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვას, ასევე ქართველი ხალხის ლოცვას და სიყვარულს. გთხოვთ ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, სიყვარული და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ინტრონიზაციის თარიღი. ტრადიციის მიხედვით გამორჩევის შემდეგ პირველივე კვირას თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს პატრიარქი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული. ამიტომ ინტრონიზაცია შედგება ხვალ სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10 საათზე. ახლა კი ვილოცოთ და მადლობა შევწიროთ ღმერთს დღევანდელი დღისთვის და შევასრულოთ სამადლობელი ლოცვა. საქართველოს ეკლესიის მეთაური სამების საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაბრძანდა. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. პანაშვიდის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა. ყოვლად სამდელონო მეუფენო მამანო ძმანო და დანო გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენ მოვედით მისი უწმინდესობის და უნეტარესობის საფლავთან, რომ დავლოცოთ მისი სული და მადლობა უთხრათ მისი დიდი ღვაწლისთვის, მამობრივი მსახურებისთვის, რომ მან შექმნა ააშენა თანამედროვე ჩვენი ეკლესიის სულიერი ცხოვრება და დაკტოვა ჩვენ როგორც დიდი ოჯახი, როგორც მამა ტოვებს თავის დიდ ოჯახს. და დღეს მოვედით ჩვენ, რომ თხოვოთ მას დახმარება და შეწევნა ამ მძიმე მსახურებაში. კრებაზე მე ვთქვი, რომ ვაცნობიერებ ერთის მხრივ რა დიადი მოწოდებაა ეს და მეორეს მხრივ ვაცნობიერებ საკუთარ უძლურებას და სიმწირეს. და მოვედით დღეს მის უწმინდესობასთან და უნეტარესობასთან, რომ თხოვოთ შეწევნა, შეგვეწიოს თავისი ლოცვებით და ესეთი შედარება შეიძლება მოვიყვანოთ, როდესაც გარდაიცვლება ოჯახში დიდი მამა, რომელმაც დატოვა მრავალშვილიანი ოჯახი. ააშენა ყველაფერი, რისი აშენებაც კი შეიძლებოდა. დარგო ბაღი, გაამშვენა ეს ბაღი. ყველაფერი გამართა და თავის შვილებს დაუტოვა. და ეს შვილების ვალია, რომ ეს ყველაფერი შეინახონ, განავითარონ და ეს გზა გააგრძელონ. ეს არის ჩვენი ალბათ თავარი გზა და შეგვეწიოს ამაში მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა და მფარველობა. ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის, ლოცვისთვის და სიყვარულისთვის. ქრისტე აღდგა.